სახელითა მამისათა და ძისათა და სულისაწმინდისათა ამინ. დღეს ჩვენს მიერ წაკითხული მონაკვეთი სახარების მოგვითხრობს როგორ მოუწოდა მაცხოვარმა თავის პირველ მოწაფეებს ანდრიას, პეტრეს, იაკობს და იოანეს. თითქოს ერთი შეხედვით არაფერი განსაკუთრებული, უბრალოდ ქრონოლოგიური თხრობა არის სახარებისა, მაგრამ სინამდვილეში რა თქმა უნდა, როგორც ყოველი სიტყვა სახარებაში, აქაც უდიდესი სწავლება არის თითოეული ჩვენთაგანისთვის ჩადებული. დღეს ალბათ ჩვენს ყურადღებას, უпростоრედ ჩვენს ყურადღებას გავამახვილებ მოციქულთა მზაობაზე. როგორ მზად დახვდნენ ისინი უფლის მოწოდებას. როგორ პირველივე მოძახილზე ყველაფერს ტოვებენ და უკან მეუხედავად შეუდგებიან ქრისტეს. პრინციპში რომ ვთქვათ, ქრისტიანი ქრისტიანად იწოდება იმ ხარისხით, რა ხარისხითაც ის დატოვებს ყველაფერს, რაც მას გააჩნია ამ ქვეყანაზე და შეუდგება ქრისტეს სწავლებას. რა თქმა უნდა, მოციქულები უმაღლესი ხარისხით ასრულებენ ამას, ჩვენ სამწუხაროდ ალბათ არ ვიქნები მცდარი თუ ვიტყვით, რომ არც კი დაგვიწყია ალბათ ამ გზაზე შედგომა. მოციქულებმა შეიძლება ეხლა ვინმე მიფიქროს, რომ ბევრი არაფერი დაუტევეს, ეხლა უბრალოდ მეთევზეები იყვნენ, მაგრამ სინამდვილეში ხომ ეს ესე არ არის. მათ ყველაფერს საკუთარზე თქვეს უარი. აბსოლუტურად ყველაფერს. ოჯახზე, ახლობლებზე, მდგომარეობაზე, საკუთარ სურვილებზე, ყველაფერზე უარი თქვეს და მიზნად დაისახეს მხოლოდ ღვთის სიტყვა მოესმინათ. ყოფილიყვნენ უფლის გვერდით და მისი სწავლებით დამოძღვრილდნენ. ამისთვის მათ ყველაფერზე უარი თქვეს. ჩვენ კი სამწუხაროდ გვინდა ხოლმე რომ თან ქრისტიანები გვერქვას, მაგრამ უარი არაფერზე არ ვთქვათ. აი თუ დავაკვირდებით როგორ ვიქცევით ხოლმე ჩვენ, ხომ დავდივართ ეკლესიაში, თქვათ. ყველა წესს, რაც დადგენილია, თითქოს ვასრულებთ. მაგრამ სინამდვილეში არაფერზე უარი არ გვითქვა ამ ცხოვრებაში. ისევ ისეთი ცხოვრებით ვცხოვრობთ, როგორც მანამდე ვცხოვრობთ. ისევ მთელი ჩვენი გონება შეპყრობილი არის მხოლოდ ამ ქვეყნიურზე ზრუნვით, მასზე დარდით, როგორ მოვიწყოთ ეს ცხოვრება, როგორ უფრო უდარდელი იყოს, როგორ უფრო კომფორტული იყოს ჩვენთვის ეს ცხოვრება ამ ქვეყნიური. მთლიანად ამაზე არის ჩვენი გონება, ესე ვთქვათ, გადართული. და რა თქმა უნდა, აქ ეს მხოლოდ და მხოლოდ თავის მოტყუება არის. სხვა არაფერი. კიდე ერთხელ ვიმეორებ, ვისაც უნდა რომ ქრისტეს დაემოწაფოს, მან ყველაფერზე უარი უნდა თქვას. ყველაფერზე კი არა, არაფერზე არ ვამბობ სამწუხაროდ უარს. არაფერზე. ჩვენი ვნებები გვინდა აღვასრულოთ, გვინდა დროს ტარება უნდა დრო ვატაროთ, გვინდა დასვენება უნდა დავისვენოთ. აი ქრისტიანები ქვია და სულ გართობაზე ვფიქრობ. აბა სადმე თუ გინახავთ რომ ქრისტე თავის მოციქულებთან ერთად ერთობოდა. ან დროს გასატარებლად სადმე იყო. არა, ყველგან ასწავლიდა, ყველგან მოძღვრავდა და მოციქულებიც ასეთები იყვნენ. აი, როდესაც მაცხოვარი ამაღლდა მათგან, ყველა მათგანი შრომაში დაიღალა. ყველა მათგანმა თავი შესწირა ღვთის სიტყვის გადაგებას. არც ერთი მათგანი, ესე ვთქვათ, მოსვენებული არ გასულა ამ ქვეყნიდან. გარდა იოანე ნათლის ღვთისმეტყველისა, ყველა მოციქული მოწამეობრივად აღესრულა. ყველა უამრავი ტანჯვა-წამება გამოიარეს. და ჩვენ გვინდა რომ გვერქვას მათი მიმდევრები და მათი ცხოვრების არც ერთი ნაწილი არ გვინდა რომ გავიზიაროთ. რატომღაც გგონია რომ ეს მათ აღასრულეს, და ჩვენ უბრალოდ უნდა კითხულობდეთ მათ ცხოვრებას
აღფრთოვანდეთ მათით, ვახსენოთ უფლის სახელი და ამით ვსხონდებით, მაგრამ დღეს პავლე მოციქულმა თუ მოისმინეთ ძალიან ისეთი საგულისხმო სიტყვებით ვითხრა თითოეულ ჩვენთაგანს. არა მსმენელის ჯულისა განმართდეს, არამედ აღმასრულებელის ჯულისა. ძალიან გთხოვთ, კარგად დაუკვირდით ამას. არა მსმენელი. მარტო ის რომ ვიცით, გვესმის, ეს არაფერს არ ნიშნავს თუ არ აღვასრულებთ. თუ იმ მოსმენილი სიტყვის შესაბამისად არ ცხოვრობთ, მაშინ რა ფასი აქვს? პირიქით. უფრო მეტ სასჯელს დავექვემდებარებით. პავლე მოციქული ამავე ეპისტოლეში ამბობს, რომ ურიებიო, ის ჯველს ლაპარაკობს, მაგრამ ეს ჩვენზეც ესე არის. რადგან ჩვენს ჯული მოგვეცა, ჩვენ ამ სჯულით დავისჯებით. სხვა ადამიანმა, ვისაც არ გაუგია ქრისტეს სწავლების შესახებ, სხვა ადამიანი, ვისაც ეს არ სმენია, ის ნაკლებად დაისჯება. მაგრამ ჩვენ ვინც ვისმინეთ, გარდა იმ ბუნებითი სჯულისა, რომელიც სინდისი, ღვთის ხმა შიგნით გვაქვს, რომელიც ყოველთვის გვაფრთხილებს რა არის სწორი და რა არ არის სწორი. გარდა ამისა, ჩვენ გვაქვს დაწერილი სჯული. ვამბობთ, რომ სახარება ვიცით, ვამბობთ, რომ მოციქულები ვიცით, უსმენთ, ყოველკვირა უსმენთ მათ სიტყვას. და თუ ჩვენ ისე ვიქცევით, როგორც აი ისინი, ვისაც არც გაუგია ამ სიტყვის შესახებ, რა თქმა უნდა, ცალსახა არის, რომ სამართლიანობა მოითხოვს, ჩვენ უფრო მეტად უნდა დავისაჯოთ. მაგრამ მილაპარაკებ ყველაფერს ამას ადამიანი და ისევ იგივე საგრძელებ, ისევ ისე ცხოვრობ, გონია რომ თითქოს ის დაწერილი წმინდა წერილში, ესე ვთქვათ, სასჯელები უღმრთოდ მცხოვრებთათვის. უღმრთოდ მცხოვრები ვინ არის? ადამიანი, რომელიც ღმერთის გარეშე ცხოვრობს. ჩვენ როდესაც ვხმარობ სიტყვას უღმრთოს, წარმოვიდგენთ ხოლმე მაინდა-მაინც რაღაცა, ესე ვთქვათ, ყველაზე გათახსირებულ ადამიანს. არა ბატონო, უღმერთოდ ვინც ცხოვრობს, სასჯელი მათზეა გამოთქმული. და ჩვენ გონია რომ აი ესე ვიცხოვრებთ როგორც უღმერთო ადამიანები, ვისაც ღმერთი არც გაუგია, ჩვენთვის ვიქნებით და ერთხელაც დავდგებით ღვთის წინაშე და ღმერთი შეგვიწყალებს და გვეტყვის რომ მოდით, გადეკით ჩემს მარჯვნივ ღვთის კურთხეულში. ესე არ იქნება. სახარებაში ხო გვეუბნება მაცხოვარი რომ ბევრი მეტყვის მე მაშინ რომ უფალო, მე ვეტყვი არ გიცნობთ. ვინ არიან ეს ადამიანები, ვინც უფალოს გაიძახოდა და უფალი არ იცნობდა? სწორედ ის ადამიანები, ვინც ისმენენ, მაგრამ არ აღასრულებენ. და თავიანთ ცხოვრებას ისე ატარებენ, როგორც მათ უნდათ. აი მე მინდა კიდევ ერთხელ წაგიკითხოთ. აგახსენდებათ ძალიან ბევრს, ვინც ახალია, შეიძლება კი არა, ალბათ არ იცით და ვფიქრობ სასარგებლო იქნება, მაგრამ ჩემთვის პირადად ეს სიტყვა ყოველთვის სასარგებლო არის ხოლმე იოანე ოქროპირის, რამდენჯერაც არ უნდა წავიკითხო, ყოველთვის თითქოს ახალია. ალბათ იმიტომ რომ ისევ იმ მდგომარეობაში ვართ, პირველად რო წავიკითხეთ, არაფერი შევცვალეთ ისევ მხოლოდ მსმენელებად დავრჩით, ამიტომ გჭირდება ისევ შეგონება იოანე ოქროპირის რომ გავფრთხილდეთ, თავი არ მოვიტყუოთ, არ გვეგონოს რომ ჩვენ ნებაზე ვიცხოვრებთ და ცხონება ისე თავისთავად მოგვეახლება. სათაური ამ ქადაგებისა იოანე ოქროპირის არის ესეთი: უზრუნველი სასუფეველს ვერ დაიმკვიდრება. საყვარელო, ნუ მივეცემით მთვლემარებასა და უდებებას. რაც შეეხება ჩვენ გადარჩენას, ყოვლად შეუძლებელია უზრუნველმა დაიმკვიდროს ზეციური სასუფეველი. იგივე ითქმის ფუფუნებაში ჩაფლულთა და თავ შეუკავებელთა მიმართ. ზეციურ სიკეთეთა შეძენას საკუთარი სხეულის დაქანცვა, დაუძლურებითა და უმძიმესი ჯაფის ატანით უფრო შევძლებთ. ნუ თუ ვერ ხედავთ, რა მანძილია ცასა და მიწას შორის, რა ბრძოლა გვიძევს წინ, რაოდენ მიდრეკილია ბოროტებისაგან კაცი, როგორ შემოგვერტყა გარს ცოდვა და რა მახეებს გვიგებს იქ. რისთვის ვიგონებთ ამდენ არააუცილებელ საქმეს.
რატომ ვუჩენთ საკუთარ თავს ამდენ თავსატეხს და ვიკიდებთ ესოდენ მძიმე ტვირთს? დანასაკმარისი არ არის ზრუნვა სტომაქზე, სამოსსა და სახლზე, იმაზე, რაც აუცილებელია. არადა ქრისტე ამ საზრუნავთაგანაც თავის შორს დაჭერას გვირჩევს. ნუ ზრუნავთ სულისა თქვენისათვის, რა ისჭამოთ და რა ისვათ, ნუცა ხორცთა თქვენთათვის, რა შეიმოსოთ. მაშასადამე, ჩვენ აუცილებელ საკვებსა და სამოსზე ხვალინელ დღეზე ზრუნვაც კი არ გუმართებს. მაშ ოდესმე შეძლებენ აღორძინებას ისინი, რომლებიც იკიდებენ უამრავ საზრუნავს და ამ მძიმე ტვირთის ქვეშ იმარხებიან. ნუ თუ არ გსმენიათ, რას ამბობს პავლე, არავინ მოღვაწე შეეყოფის სოფლისა საქმეთა. ჩვენ კი თავს ვიქცევთ ფუფუნებით, ღორმუცელობითა და მემთვრალეობით. ძალისხმევას არ ვიშურებთ ჩვენთვის არასაჭირო, უმნიშვნელო რამისთვის, ხოლო რაც შეეხება ზეციურს, აქ უსუსურნი აღმოჩნდებით. ნუ თუ არ იცით, რომ ჩვენთვის აღთქმული აღემატება კაცობრივ დანაპირებს, რომ მიწაზე მოარული ციურ სიმაღლეს ვერ სწვდება. რაც შეგვეხება ჩვენ, ადამიანურად ცხოვრებასაც კი არ ვცდილობთ, პირუტყვზე უარესნი გავხდით. ნუ თუ არ ვიცით, რა სამჟავროს წინაშე წავდგებით, არ გვახსოვს, რა მოგვეკითხება მარტოოდენ სიტყვებისა და ფიქრებისთვის. თუ რამ ჩაგვიდენია, არც ის გვადარდებს. უფალი გვეუბნება, ყოველი რომელი ხედვიდეს დედაკაცსა გულის თქმად მას, მუნვე იმრუშა მისთანა გულსა შინათვისა. ჩვენ კი გაუთავებელად შეურაცხყოფთ მოძმეთ უთვალავი უშვერი სიტყვითა და ცილისწამებით. თვით ჩვენი მოყვარულნიც კი გძულს. უკვე თუ გიყვარდნენ მოყვარენი, ხოლო თქვენი რა ისასყიდელი გაქვს. ვით მოგვეტევება ეს ყოველი, როცა ჩვენ, რომელთაც ვალად გვძევს ძველ მოღვაწეთაგან დადებულ ზღვარზე ზიახსლა, მთელ ცხოვრებას ამ ზღვარს ქვემოთ ვატარებთ. რით გავიმართლებთ თავს? ვინ დაგვიდგება მეოხად სამჟავროზე და შეგვეწევა, როცა დავისჯებით? არავინ. ჩვენ მოთქმა გოდებით, კბილთა ღრჭენითა და წამებით უცილობლად დავინქმნებით წყდიაჩი, მარადიული ტანჯვისა და აუტანელ სასჯელთა უკუნში. ამიტომაც მუხლმოყრილი შეგაგონებთ, გთხოვთ, გევედრებით. სანამ მცირედი სიცოცხლე კიდე დაგრჩენიათ, შემუსრულებით შეიწყნარეთ ჩემი სიტყვები, მოიქეცით, გამოსწორდით, რათა სიკვდილის შემდეგ იქ ამაოდ არ ღვაროთ წრემლი და უნუგეშოდ არ ინახოთ, მსგავსად მდიდრისა. მამას შენსას, ძეს, მეგობარს, ან ვინმე სხვას, რომ სქონდეთ კადნიერება წინაშე ღვთისა, მაინც ვერ დაგიხსნიან იმ წამებისაგან, რაც საკუთარ საქმეთა კვალად მოგედება. ასეთია საიქიო სამჟავრო. იგი მხოლოდ ნამოქმედარის მიხედვით განსჯის. ამდენად შენც სხვა ვერაფერი გადაგარჩენს. ამას მოგახსენებთ არა იმად, რომ ნაღველი მოგეძალოთ ან სასოწარი კვეთოთ, არამედ ფუჭად და უსაფუძვლოდ არ დაიმშვიდოთ თავი. რაიმეს მოიმედენი არ გახდეთ და ამის გამო დაუდევრად არ მოეკიდოთ საკუთარ სათნოებებს. რადგან თუ ვიქნებით უზრუნველნი, არავინ დაგვიცავს, ვერც მართალი, ვერც წინასწარმეტყველი, ვერც მოციქული. ხოლო თუ მოშურნეობით ვიღვაწებთ, ჩვენივე საქმენი საიმედო დამცველად გვერდით დაგვიდგებიან და კადნიერებით დავიმკვიდრებთ ღვთის მოყვარულთათვის განმზადებულ სიკეთეებს. და ღირსნი გავხდეთ მათი მადლითა და კაცთმოყვარევითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომლისაა ზრდიდება, პატივი და თაყვანისცემა მამისა და სულისა წმინდისა თანა, აც და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ. მერთმა შეგვაძლებინოს, რომ ჩვენი საქმეებით დავამტკიცოთ ჩვენი სარწმუნოება. ეს სიტყვები ფრიად ურაცაღებია, ვფიქრობ ჩვენთვის, რომ ხშირად გვჩვევია ხოლმე ჩვენ ქართველებს, რომ აი ოჯახის წევრი ყავს მორწმუნე ან ვიღაცა და ის გვიშველის, იმის ლოცვა გვიშველის. არავის ლოცვა არ უშველის ადამიანს, თუ თვითონ არ აღასრულებს საქმეებს. კიდევ ერთხელ გავმეორდები. უფლის სიტყვა არ გაცურდება, თვითონ თქვა უფალმა. ცადა დედამიწა შეიცვლება, წარხდება, მაგრამ ჩემი სიტყვები არ შეიცვლება. აქედან გამომდინარე, ყველა ადამიანი განიჭდება საკუთარი საქმეების მიხედვით. თუ ცხოვრობთ უდარდელად, უღმერთოდ,
ამ ქვეყანაზე კიდევ ერთხელ გავმეორდები. უღმერთო ცხოვრება ნიშნავს არა მხოლოდ იმას, რომ უკიდურეს ცოდვებში ადამიანი ჩავარდნილი, მაგრამ არამედ იმასაც, როდესაც ადამიანი ცხოვრობს და მის ცხოვრებისეულ გადაწყვეტილებებში ღმერთს არანაირი ადგილი არ უკავია. თავისთვის ცხოვრობს ადამიანი. თავისი საკუთარი სურვილების დასაკმაყოფილებლად. ესეთი ადამიანიც ითვლება უღმერთო ადამიანი. ესეთი ადამიანიც არ აღასრულებს ღვთივსათნო საქმეებს. და ასეთი ადამიანებისთვის არ არსებობს სასუფეველიო, გვეუბნება წმინდა იოანე ოქროპირი. ღმერთმა შეგვაძლებინოს, რომ ეს ცხოვრება, რომელიც დაგვრჩენია, მცირედ მაინც შევცვალოთ. რაღაცით მაინც რაღაცის დათმობა დავიწყოთ. ჩვენ თავში ვთქვით, რომ ქრისტიანი იმდენად არის ქრისტიანი, რამდენადაც ის თმობს თავის ძველ კაცს. ამდენად არის ქრისტიანი. ღმერთმა შეგვაძლებინოს, რომ რაც შეიძლება მეტი მე დავთმოთ და უფრო მეტი ქრისტე შემოვიდეს ჩვენში. გახსოვთ ალბათ, აი პავლე მოციქულს აქვს ალბათ ყველაზე კარგად ნათქვამი, რომ ცოცხალი მე აღარ ვარ. აი იმდენად შეიყვარა წმინდა პავლე მოციქულმა იესო ქრისტე, რომ თამამად ასეთი სიტყვები თქვა, რომ მეო ცოცხალი აღარა ვარ, ჩემში ცოცხალია ქრისტე. აი ამას გულისხმობ, როდესაც ვამბობ, რომ ქრისტიანი იწოდება ქრისტიანად, რამდენადაც დათმობს საკუთარ თავს. ღმერთმა შეგვაძლებინოს, ახლა შეიძლება კი არა და პავლე მოციქულივით ჩვენ ვერ ვიქნებით, მაგრამ რაღაცა წილი მაინც ცოცხალი იყოს ქრისტე. ისე არ გავატაროთ ღმერთო დაგვიფარე ეს ცხოვრება, რომ ჩვენში ქრისტე საერთოდ არ იყოს და ისევ ჩვენი ძველი მე იყოს ჩვენში დაცემული ბუნება. ამისგან დაგვიფაროს უფალმა მისი კაცთმოყვარებით, მისი წმინდანების, თავი მოციქულების, მათი მარხვაში ვართ ახლა და მათი მეოხებით უფალმა მოგცეს სიბრძნე და გაგვინათოს გონება, ხო, დილას, საღამოთი როცა ვლოცულობ, რას ვევედრებით ძირითადად უფალს ვედრებით, რომ უფალო გონება გამინათე. დააბრკოლე ჩემი გონება, ჩემი ხელები, ჩემი ფეხები რაიმე ბოროტზე მიმავალი საქმისაგან თუ ფიქრისაგან და დააყენე სწორ გზაზე. ამას ვევედრებით უფალს. იმიტომ რომ ამის გარეშე თუ ადამიანმა არ დაინახა, ისე ვერ შეუდგება გამორიცხული. ღმერთმა მისი კაცთმოყვარებით დაამდაბლოს ჩვენი გონება და გული და შეგვაძლებინოს, რომ შევუდგეთ ქრისტეს სწავლებას. ღმერთმა დაგლოცო და გაბარდოთ.